პირველი ნახევარი დავიწყეთ ძალიან ცუდად. ის ორი გოლი რაც გაუშვით, ჩვენ თვითონ მოვიგონეთ. სამწუხარო ის არის, რომ სტანდარტული მდგომარეობიდან გაუშვით ორი გოლი და ამან ძალიან უკან დაგხვია თამაში. არ შეიძლება ესე უკეთესად უნდა დაგვეწყო, საკუთარი შეცდომებით მივიღეთ სამივე გოლი. გული მწყდება მესამე გოლი ჩემი შეცდომით გაუშვით, ამიტომ ამ 3-0 შემდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ. განსაკუთრებით წინა ხაზში, რაც 3-0 შემდეგ ძალიან გვიანია, რაც ფეხბურთს თამაში დაწყება და თამაში დაწყება, ამიტომ ძალიან გული მწყდება, რომ ესეთი შედეგი დაფიქსირდა. ძალიან დასამამი იყო შეცდომების ხარჯზე ისაბელა თურქეთმა და წინ გავიდა. ცოტა დაბნეულმა დავიწყეთ და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ შევწევს იმის ძალა, რომ ეს თურქეთის ნაკრები დავამარცხოთ შემდეგ თამაში. რაც შეეხება ბულგარეთთან მატჩს, მომემზადებით, გავანალიზებთ რა შესთავაზებული ქონდა და იმედია გამოვასწორებთ და დადებით შედეგს მივიღეთ. პირველი ტაიმი ვფიქრობ, რომ ვერ დავიწყეთ ისე როგორც ჩაფიქრებული ქონდა და ისე როგორც დაგეგმილი ქონდა და ვფიქრობ ამან განაპირობა ის შედეგი, რაც თავიდან მივიღეთ. არ ქონდა თურქეთს ძალიან ბევრი მომენტები, უბრალოდ რაც ქონდათ გამოიყენეს და უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყავით და უფრო როგორ ვთქვა, სწორად უნდა გვეთამაშა ალბათ იმ მომენტებში და ვფიქრობ, რომ მე ხასიათი გამოვავლინეთ და მეორე ტაიმში გვინდოდა რომ ფრემაინს დაგვემთავრებინა, მაგრამ არ აუშავს. ყველა ნახეთ, რომ შეგვიძლია თამაში და ვეცდებით, რომ შემდეგ თამაში გამარჯვება რა თქმა უნდა მოვიპოვოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის. ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახალი ციკლის გამარჯვებით დაწყება ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი გუნდია განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს ძალიან კარგად. სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს მათგან უფრო მეც ველოდით. ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და თამაში მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ გავიმარჯვეთ და ამით ბედნიერები ვართ.